სამსუნის გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს, 3-ვე სხვადასხვა სინჯის და 3-ვე ერთ დღეს. ტურნირი წარმატებული მძიმე წონოსნებისთვის გამოდგა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ავიდა. მან ყველა შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველი ორთაბრძოლა ბექამ თურქ ენეშ ტატართან 58 წამში დაასრულა. კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან დაპირისპირება. 53 წამზე ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე ეფექტური ბრუნით ბეჭებზე დაანარცხა და მეოთხედ ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ ბენჯამინ ფლეჩერს შეხვდა. ფლეჩერი ასევე იპონით წუთსა და 19 წამში დაამარცხა. წუთსა და 11 წამში სუფთაგდებით ძლია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრს ივან რემარენკოს. ფინალში ღვინიაშვილმა სრული საჭიდაო 5 წუთი გამოიყენა. ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინთან სიფრთხილე გამოიჩინა და მეტოქეს იუკოთის ძლია. ოქროს მედალთან ერთად ბექამ სარეიტინგო 300 ქულაც მიიღო. საერთაშორისო რეიტინგში 720 ქულით 29 ადგილზე აინაცვლა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური პრაქტიკულად გაინახდა. ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებს ლევან მატიაშვილმა მოუტანა. ქართველმა მძიმე წონოსანმა ფინალამდე საკმაოდ იოლად მიაღწია და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რეიტინგის პირველ ნომერს ოლიმპიურ ჩემპიონს ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. არბიტრებზე ფრანგის ავტორიტეტი აშკარად მოქმედებდა და ერთი შეხედვით თანაბარ ბრძოლაში გაფრთხილებებს მხოლოდ ლევანს აძლევდნენ. ამან კი უკანასკნელ წამებზე ქართველი ფალავანი აიძულა ვაბანკზე წასულიყო და ვაზარი გაუშვა. საბოლოოდ ოქროს მედალი რინერს ხვდა წილად მატიაშვილმა კი ვერცხლი და სარეიტინგო 180 ქულა მიიღო. რაც შეეხება ბრინჯაოს, ის ადამ ოქრუაშვილმა მოიგო. მეოთხედფინალში მძიმე წონოსანი ბრაზილიელ დავით მოურასთან დამარცხდა. რეპეშაჟში კი ბრინჯაოს გზაზე ორივე გამარჯვება იპონით მოიპოვა. ამ ეტაპზე ოქრუაშვილს სარეიტინგო 1100, მატიაშვილს კი 1074 ქულა აქვთ. სამწუხნელო შტაბის გადაწყვეტილებით სამსუნში აღნიშნული 2 წონის გარდა ლიდერებს არ უასპარეზიათ. შედეგად მხოლოდ 3 მედალს დავჯერდით.